ხმაური დაწყებული სასკოლო ოლიმპიადა მათემატიკასა და ინგლისური ენის ტურისთვის განკუთვნილი ტესტები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ოლიმპიადის პირველი ტურის ჩაშლა მოითხოვა. განათლების სამინისტროში კი აცხადება, რომ პასუხისმგებლობა სკოლებს ეკისრება და დღევანდელი ტური ოლიმპიადისთვის გადამწყვეტი არ არის. მხარეთა პოზიციები მზია მართალიშვილის რეპორტაჟში. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტების ნაწილი სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გავრცელდა. პირველი ტურის საგამოცდო ტესტების ნახვა მოსწავლეებს Facebook-ის გვერდზე ოლიმპიადამდე ერთი დღით ადრე შეეძლოთ. მოსწავლეთა ნაწილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა ფაქტს უარყოფითად აფასებენ. ამბობენ, რომ იმ მოსწავლეებთან, ვინც საგამოცდო საკითხების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. მეტი კონტროლისგან მოუწოდებ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომ ტესტება არ გაჟონოს და თანაბარი კონკურენციის პირობებში კონდეს კონკურსანტებს მონაწილეობის უფლება. ტესტების წინასწარ გასაჯაროება დღეს ქუთაისის 51 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეთა ნაწილმა გააპროტესტა. მათ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ტური დატოვეს. ფაქტის მიუხედავად, დირექტორის განმარტებით სკოლაში ოლიმპიადის პირველი ტური მაინც ჩატარდა. იყვნენ ბავშვები, რომლებსაც არ ჰქონდათ ნანახი ეს ტესტები, მაგალითად შეიძლება სოფელში კომპიუტერი სულაც არ აქვს და არ მიუწვდება ხელი. და იყვნენ ბავშვები, რომლებიც იმ წუთას მასწავლებლებთან გაიქცნენ და დაწერეს ტესტები. მეც როგორც კი მოვიდა ეს ტესტი, ანალოგიური რაც გუშინ ვნახე, ავდექი და დავტოვე კლასი და გამომყვა 13 ბავშვი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე ტესტების წინასწარ გასაჯაროების ფაქტს გამოეხმაურა და შედეგების გაუქმება მოითხოვა. ანთაძის განცხადებით, მოსწავლეები არათანაბარ საკონკურსო პირობებში აღმოჩნდნენ. განათლების სისტემად არ აღმოაჩნდა უნარი, რომ სწრაფად მიეღო ადეკვატური გადაწყვეტილება და დღეს ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ზუსტად იმავე ტესტებით ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადები და მოხდა ის, რასაც გუშინვე ვარაუდობდით, რომ ბავშვები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში. ფაქტს ადასტურებენ და სამწუხაროს უწოდებენ, თუმცა პირველი ეტაპის ქულების გაბათილების აუცილებლობას ვერ ხედავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე აცხადებს, რომ საბოლოო შედეგამდე მოსწავლეებს წინ ორი ტური ელოდებათ, რომელსაც პირველი ტურისგან განსხვავებით გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ის, ვისაც არ ეკუთვნოდა გამოსვლა და გავა მეორე ტურში, რაც ნამდვილად ძალიან ცუდია. ის ვერ შეძლებს გაგრძელებას ვერც მეორე ტურში და მით უმეტეს ვერც მესამე ტურში ვეღარ ისწავლის, ვეღარ გააგრძელებს ოლიმპიადაში მონაწილეობას. ამიტომ ის ვერ მიაყენებს, ასე ვთქვათ, რაღაც განსაკუთრებულ ზიანს სხვა მოსწავლეს. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სასკოლო ოლიმპიადის პირველ ტურზე პასუხისმგებლობა სკოლას ეკისრება. უწყებისაგან საგამოცდო ტესტები რესურს ცენტრებს ელექტრონულად 3 დღის წინ გადაეგზავნათ. პარასკევს დილით ჩვენ რესურს ცენტრში დავბეჭდეთ ტესტები, ჩავალაგეთ კონვერტებში და დღეს 3 საათზე სკოლის დირექტორებთან ჩავატარეთ შეხვედრა და ამ შეხვედრაზე დირექტორებს გადავეცით დალუქული კონვერტებით ტესტები. გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ გუშინ მომხდარი ფაქტის შემდეგ სამომავლოდ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ფორმატი გადაიხედოს.